გამარჯობა მოგესალმებით ვანოს შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. ტრადიციულად ვიწყებ სოლიდარობით და სოლიდარობას უცხადებ ჩვენი გუნდის წევრ ონისეს ხატაზეს და მასთან ერთად ყველა პატიმარს წინაკვირასაც თქვი და ახლაც მინდა განსაკუთრებულად გამოვეხმაურო ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას და მინდა უსურვო პირველ რიგში გამოჯანმრთელება და რაც თავარია თავისუფლება ელენეს. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. იწოდება 5 დღეს. გადაცემას ვიწყებ ძალიან არასასიამოვნო და საგანგაშო თემით, ეს გაიგებდით ალბათ ამ ამბავს, რომ სამხრეთ ოსეთის არალეგიტიმური ხელმძღვანელის განცხადებით ის გაემგზავრა კრემლში და ჩაერთვა პროცესში, რომელიც ითვალისწინებს სამაჩაბლოს შეერთებას რუსეთთან. გესმით ხო ხალხო? სამაჩაბლო უკვე ოფიციალურად შეიძლება გახდეს რუსეთის ტერიტორია. აი ეს არის თქვენი მეგობრობა რუსეთთან. დასავლეთიდანაც არავინ გვეხმარება, იმიტომ რომ ყველასთან გაწყვეტ ეს კონტაქტი. რა ვიცი, ერთი სიტყვით ესე ხელგაუნძრევლად მძინარე ცხინვალს ვაბარებთ რუსეთს, ისე რომ არც კი ვაღვიძებთ. აი ესეთი ამბავია. ამ თემასთან დაკავშირებით მე დავსვავ სამ კითხვას. გახსოვთ თუ არა 2024 წელს ბატონი ბიძინა როგორ გვპირდებოდა აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნებას? გახსოვთ თუ არა რომ ბატონმა ბიძინამ ბოდიში მოუხადა მათ და ჩვენს გთხოვა რომ ბოდიში მოუხადოთ და ჩვენს ოს ძმებს და დებსო. ხო, გახსოვთ თუ არა რომ აფხაზეთის და ოსეთის დაკარგვას აბრალებენ ერთ კონკრეტულ პარტიას? თუ ამ სამი შეკითხვიდან ერთზე მაინც უპასუხეთ კი და ოსეთის რუსეთთან შეერთების ნიუსზე რეაქცია არ გაქვთ, მაშინ იმედის სტატისტიკით უთავმოყვარეო ქვეყნების ასეულში საქართველო გავა ღირსეულ პირველ ადგილზე. ამიტომ ეს ნაკლებად სასაცილო ამბით დავიწყე. ვაგრძელებ მონოლოგს და გადავდივარ მოწმედილ ცაზე მეხის გავარდნასავით ცენტრალურ თემაზე. გაყოფილი თმის ბოლოები, ქერტლი, ხვეული ცხიმიანი თმა, ლაქებიანი თეთრეული, ბაქტერიები ხელებზე ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ ტელეკომპანია იმედი დატოვა პროქტერ ენდ გემბელმა. ხედავთ ხალხო, ტელეკომპანია იმედი დატოვა პროქტერ ენდ გემბელმა, მსოფლიო გრანდმა ჰიგიენური საშუალებების სფეროში. ამიერიდან ქვეყანაში უფრო მძაფრად ვიგრძნობთ პროპაგანდის სუნს. კომპანია პროქტერ ენდ გემბელის გადაწყვეტილებამდე კომპანია ნესტლემ დაიწყო შიდა გამოძიება, როგორ ხდებოდა მათი პროდუქცია სანქცირებულ ტელეკომპანია იმედზე. შესაბამისად, მათ გააქვთ რეკლამა პროპაგანდისტული არხიდან. ეს გამოძიება რომ დამთავრდება, მერე ნესტლემ სასწრაფოდ უნდა ჩაატაროს მეორე გამოძიება, რატომ ხდება მათი რეკლამა იმედზე და რატომ არ ჰყავს ბენდი ვანოს შოუს. ამ ორ კომპანიას ჯამში არხზე წელიწადში 4 მილიონამდე ლარი მიჰქონდა. იწყება იმედიდან რეკლამების გასვლის შეუქცევადი პროცესი. ამ თემასთან დაკავშირებით ძვირფასო ტელემაყურებლობა ჩემს გუნდში მქონდა დიდი კამათი. და დიდხნიანი მსჯელობისას გუნდმა როგორც იქნა დამითანხმა. ერთი სიტყვით თანახმავა რომ იმედიდან გასული ამდენი რეკლამა მოიტანოთ ჩვენს გადაცემაში. თანახმავა. არ ვიყავი თანახმა ამ გადაჭარბებული შემოსავლების, მაგრამ ვემორჩილები უმრავლესობის გადაწყვეტილებას გუნდში. ბევრი ფული რყმის და მაგიტომ ვიყავი წინააღმდეგი, მაგრამ რა გაეწყობა, რა ვქნა? თავს ზევით რო ძალა არა, მაგაზე რა უყო. ამ კომპანიებს ხომ გაფრთხილებდით ყველას რომ მოიტანეთ რეკლამა და ჩვენ შეგინახავთ საიმედოდ ვანოს შოუში თქო, მაგრამ არა, არ გაიგონეთ ხო და სანამ დროა განმეორებითად გთავაზობთ განცხადებას საზაფხულო აქციის ფარგლებში. ვანოს შოუ გთავაზობთ აქციას 2+1. მოიტანე ორი კომპანიის რეკლამა და მესამე თავისით მოვა. ასეთი აქციები გვაქვს ჩვენ განსხვავებული სხვათა შორის, მოკლედ რა, ამ სოფლიო ბრენდებზეც მე უნდა ვიფიქრო. ვითომ მაკლდეს ახლა საფიქრალი რა. გეუბრალით მოიტანეთ, ესე იგი მოიტანეთ რა.
მაინდა-მაინც შიდა კვლევები უნდა დაიწყოს სათაო ოფისმა. ბოდიში ცოტა ავღელდი, ვიღაცა იტყვის ახლა აღელდი და ცივი წყალი დალიო, მაგრამ არის წყალი? წყურვილით რო იქჩობოდე ადამიანი წყლის ბოთს ვერ ნახავ. წყლის ბოთს ვერ ნახავ იმაში გადაცემაში. რო წყურვილი რო ელემენტარულად და იქმაყოფილო, ვერ იმასიზავ. რა გაცინებთ? კომპანია Nestlé-ს 2 მილიონამდე ლარი მიჰქონდა იმედზე. ანუ ტკბილი, რომელიც ტელეკომპანია იმედის თანამშრომლებს ასუქებდათ, ის კომპანია გავიდა. ამდენი ტკბილი აქვს იმედს და ჩემს გადაცემაში, რა ვიცით, გადაცემას ტკბილი ენატრება. ტკბილი ენატრება, ელემენტარულად გადაცემაში შაქარი რო დამივარდეს, ტკბილი არაფერი მიდევს მაგიდაზე რომ მივაყოლო ელემენტარულად. ხო, თვითონ ტელემაყურებლო შეიძლება თქვენ არ გაინტერესებთ, ჩვენ გასაჭირზე გესაუბრებით და ამიტომ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია იმადობა თავის მხრივ დაიწყო ჩვეული სტრატეგიით მსოფლიო დონის ბრენდის გაშავება. ნახოთ იმედის ქარდი უკვე დაიწყეს რა. Procter & Gamble-ის გაშავება ნახე პირველივე რა გამოაქვეყნეს. კომპანია Procter & Gamble, რომელიც იმედთან თანამშრომლობას წყვეტს, უკრაინის ომის სპონსორთა სიაშია შეყვანილი, რადგან რუსეთში ბიზნეს საქმიანობას არ წყვეტს. ესე იგი, რას გვეუბნებ, ესე იგი, პროქტერი, რომელიც ჩვენგანო გავიდაო იმედიდანო, რუსეთში ისევ არისო, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ომს აფინანსებსო უკრაინასთანო. აი გაშავების ასეთი სიგიჟე ხო უნდა მოიფიქრო. ანუ თუ მასია, ხო, ერთი კვირის წინ ტაიდის რეკლამა რო ატრიალებდით ეთერში, მაშინ არ აფინანსებდო ომს. ერთი სიტყვით უტიფრობის უმაღლესი ინდექსით ტელეკომპანია იმედი მსოფლიოში პირველ ადგილზეა თვითფასო მეგობრებო, ჩვენს გვაქვს ჩვენი სტატისტიკები. გახსოვთ ალბათ ეს ყველაფერი საიდან დაიწყო? ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით დასანქცირდა პოზიტივი და ტელეკომპანია იმედი. რამდენიმე დღის წინ კი კირ სტარმერმა გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. მოდით ნახოთ ტელეკომპანია იმედის ქარდი. რას ამბობს? ერთ სიტყვიანია. კარმა. ასე ეხმაურება ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ოცნების პროპაგანდისტული იმედი კირ სტარმერის გადადგომას. ერთი სიტყვა, კარმა, ესე დაუწერეს, ეს მოგიწია, ცოდვებ მაგიწიაო, კარმა. აი როგორი კარგი, აი ესეთი როგორი სტატუსია იცით, აი თინეიჯერ გოგოს რომ მიატოვებს ბიჭი და იმ ბიჭს მერე რომ ახალი შეყვარებული მიატოვებს და ეს გოგო რომ დაუწერს კარმა. აი ეგეთი პოსტია. ტელეკომპანია იმედი იცი რა ქენით, ისეთი ფოტო გადაიღეთ, რომ მიხვდეს კირ სტარმერი ვინ დაკარგა. აი ვინ დაკარგა. იმედზე განვითარებულ მოვლენებს ირაკლი კობახიძეს გამოეხმაურა, მოდით ვნახოთ მისი განცხადება. საქართველოში ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია და სანქცირა მსოფლიოში ყველაზე ურეიტინგო პრემიერ-მინისტრმა, რომელიც გუშინ ტირილით გადადგა. ეს არის კარმა. ეს კარმა ალბათ ერთად მოიფიქრეს იმედმა და ოცნებამ. დამოუკიდებელ მედიას ეძახის კობახიძე ტელეკომპანია იმედს. ყველაზე პროპაგანდისტულ არხს. ეს რა ვიცი ახლა რა დავარქოთ ამას, მაგრამ ის კი არ იცის პროპაგანდას რომ დასჭირდეს, თვითონ კობახიძესაც შეჭამს. თან ისე რომ თვალსაც კი არ დაახაფხავებს. ირაკლი, რამდენი ეკეთი შეჭმული პრემიერი გვინახავს. ვინ მოსწრის? მხოლოდ ბიზნესის განგება რას გვიმზადებს მომავალში. ვაგრძელებთ იმედის თემას, ვნახოთ როგორ აშავებს პროპაგანდისტული არხი ევროპას. თალიბანის დელეგაცია ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხედეთ, ევროკავშირი და ცუდია ტერორისტებს ხვდება. ესაზრიდებს ახლა აი ამ ქარტში. აი ეს რო ტერორისტები ხდება ეს ევროკავშირი. მაგრამ ერთი იმას ვერ მიხვდნენ რომ ევროკავშირი თალიბანსაც კი ხვდება მოსალაპარაკებლად და ქართულ ოცნებას არა. აი ამაში აიჭრნენ ცოტა ეგ რო დაფიქრდნენ ახლა. მოდი ბოლომდე ამოუწუროთ იმედის თემა. ევროპა რომ ცუდია ეს უკვე გავიგეთ. მოდი ვნახოთ საქართველოს აღმავლობის შესახებ ინფორმაცია მორიგი იმედის. საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა. თუ ვინმე უმუშევარი მიყურებთ ახლა,
იცოდეთ რომ სულ ახლახას გადაღლილი მოხდით სახლში სამსახურიდან. იმედი ამას გვეუბნება. ამიტომ ფეხები ოდნავ ზემოთ ასწიეთ, მთელი დღის მუშაობისგან ფეხებში დაგროვებული სისხლი რომ ზემოთ წამოვიდეს. ჩვენო უმუშევრობ კი რომ სამსახურიდან დაბრუნებულო ადამიანი. ესე იგი, სანთლით რო ეძება უმუშევრობას ვერ ნახავთ ჩვენს ქვეყანაში. უშინ უბანში მივედი და ბირჟა ცარიელი დამხვდა. მერე მეზობელმა გადმომძახა, მაგათ საფონდო ბირჟაზე დაიწყეს შვილო, მუშაობაო. ხო და უბანში დასადგომად ვიღას სალიაო, ვიღასო, აი ესე აი ტყუილა მარტო მევიდექი და ავედი მეცახე. მინდა შევეხო მთავრობის შექმნის სიძულვილის ენის მონიტორინგის დეპარტამენტს, ნახოთ როგორ შეაფასა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მათი მუშაობა. შემცირდა ლანძღვაგინება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სისტემური მონიტორინგის სამმართველო ეფექტურად მუშაობს. რას ამბობთ? შემცირდა კი არა, საერთოდ გაქრა. ხალხი დალოცვაზეა გადასული. მთავრობის გვერდებზე კომენტარებს გადავავლე თვალი და სულ ასეთი კომენტარებია. თქვენ გაიხარეთ ადრე და მალე. თქვენ მოდით სახლში ცოცხალი. თქვენ არცდათ მეხი და აგიყვავდათ ხელები. აი ესეთი კარგი კომენტარებია ძირითადად. ადამიანებს გინების და უხანსი სიტყვების გამო აჯარიმებენ 4000 ლარით, მაგრამ რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა განსხვავებული შემთხვევა, ნახოთ რისთვის დააჯარიმეს მოქალაქე, საქმე აღძრეს. ივანიშვილის დაწყევლის გამო აქტივისტის წინააღმდეგ საქმე აღძრეს. მერე იტყვიან ივანიშვილს საქართველოში ბიზნესი არ აქვსო. რანაირად ხალხო წყევლისგანაც ფულს აკეთებს, ხო ხედავთ? სოფლიოში პირველი კრიპტო წყევლის მაინდერი მოიგონა კაცმა, წყევლით ფულს წერს, წყევლით იწერება ფული. მე ამ ბრძენი კაცის ადგილას ივანიშვილის შექების გამოც დავაწესებდი გადასახადს, იმიტომ რომ ისეთი ღვთისმიერი და ქველმოქმედი კაცია, როგორც ვიცი, უფრო მეტი აქებს ვიდრე ლანძღავს და გადაიხადოს იმ ხალხმაც ქების გადასახადი, ხო შეიძლება? ვიღაც რიგით გამლენს ხო არ აქებენ, ამ ხელა ღვთის კაცს აქებენ. როდემდე უნდა აქონ სრულიად უფასოდ. ხო, ყველა მხრიდან უნდა გამოაძრო ფული ამ თვინიერ ხალხს. ყველა მხრიდან. ყველა მხრიდან ფული უნდა აკეთოთ. ქართული ოცნება ხომ ამდენ ადამიანს აჯარიმებს. ამდენი სასამართლო პროცესია. ადამიანები ამბობენ, რომ მათი უფლებები ირღვევა. აი ამ ყველაფრის შემდეგ ვნახოთ სახალხო დამცველის საინტერესო განცხადება. იმიტომ არ ვესწრები სასამართლოებს, რომ ამის რესურსი არ არსებობს. ერთს თუ დავესწრები, ყველას უნდა დავესწრო. მაშინო. მართალიცაა ეს კაცო. ადამიანის უფლებებსაც იმიტომ არ იცავს, რომ ერთი კაცის უფლება რომ დაიცვას, მერე ყველას უფლება უნდა დაიცვას და. აბა გადახედეთ ახლა რამდენი ადამიანის უფლება ირღვევა, ახლა მაგისთვის ძალია ახლა სახალხო დამცველს. წარმოგიდგინეთ, აბა ყოველდღე რაღაცა უფლებები ირღვევა და ახლა მიიყევი, აბა ერთს მოუნდება, მერე მეორეს უნდა. ეგ არის. მინდა ოპოზიციაში განვითარებულ ვითარებას შევეხო. ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები და ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები შეუერთდნენ ალიანსში ნაციონალური მოძრაობის ყოფილ წევრებს და აგინებენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერს და ნაციონალურ მოძრაობას. ბოდიში ტავტოლოგიისთვის, მაგრამ რეალობა ასეთი არის. ნახოთ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილის ამონარიდი. როგორ უნდა გაიმარჯვოს ასეთმა ოპოზიციამ, რომლის დიდი უმრავლესობა ჩემი პიროვნების ხარჯზე თვით დამკვიდრებას ცდილობს, მთელი ეს წლები ჩემი საარჩევნო ბაზის დატაცებით არის დაკავებული და ამ საქმისთვის სიამოვნებით იღებს ფულს დიქტატურის დამქაშებისგანო. რა ვიცი, ხა ნაწილობრივ შეიძლება მიშას დავეთანხმო, რადგან 2024-ის არჩევნებზე ყველა იბრძოდა იმისთვის, რომ მეორე ადგილზე გასულიყო. რომ რქმეოდათ მთავარი ოპოზიციური ძალა, ეს იყო ძირითადი მიზანი, რასაც დავაკვირდი. გონი დროა როგორც საქართველოსია ლეგენდა, მიწებს რო არიგებდა ღმერთი და ჩვენ რო ბოლოს მივედით, აი ესეთივე ლეგენდა შევქმნათ ოპოზიციაზე. აი ოპოზიციას მოუხდება მაგალითად ასეთი ლეგენდა. ოპოზიციას იმდენი მემორანდუმები დაუგროვდა, რომ გადაწყვიტეს ეს მემორანდუმები ერთმანეთზე დაედოთ და დიდი კოშკი აეშენებინათ. ამ სიმაღლის კოშკი, რომ ისეთი სიმაღლის კოშკი, რომ ცაშია ჭრილიყო და ღმერთამდე ასულიყო. დაიწყეს აგება და უკვე ღრუბლამდე რო ავიდნენ მემორანდუმებით. ღმერთმა მეხი მოუვლინა და მემორანდუმების კოშკი დაშალა და ოპოზიციას ენები აურია.
მას შემდეგ ოპოზიცია ვერ პოულობს საერთო ენას. აი ეს არის ლეგენდა, ესეთი ლეგენდა არის და ყველა თავის გზაზე წავიდა მე როგორც იყო. ოცნების პრემიერი ბრიტანეთს აგინებს, პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიას აგინებს, მთელი ოცნება ამერიკას აგინებს, პრეზიდენტი ამერიკის პრეზიდენტისგან ზარს ელოდება, ოპოზიცია ერთმანეთს აგინებს, მოკლედ ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ მალე გასტროლებზე უნდა წავიდეთ მთელი ქვეყანა, ბიძინამ ცირკად გადაგვაქცია და ფული მაინც ვიშოვოთ ამ საქმით. ყველაფერი უფასოდ ხوارი წავიდეთ გასტროლებზე, ისე კარგად იმდენი მაყურებელი გეყოლება. იმდენი ვინ მოსწონს. 4 ოქტომბრის აქციაზე საკუთარი აზრი გამოთქვა ნიკა გვარამიამ. 4 ოქტომბრის საქმეზეო ხალხი რო დაიჭირესო, სათხართო ეხლა ის ხალხი ვინც ხარს უჭერდით აი ამ აქციასო, გვარამიამ. მეც ვეთანხმები ნიკას, რა საჭირო იყო ეს 4 ოქტომბრის აქციით ქოცების გასტუმრების ეს ქაოსური გეგმა. აი რა საჭირო იყო? როცა არსებობს 1000 სხვა მეთოდი, არსებობს მემორანდუმები, ხო იყო არსებობს. როცა არსებობს დაუმორჩილებლობის 1000-ნაირი ხელშეკრულებები. არსებობს 6 თვეში ერთხელ მშვიდობიანი აქციები, მასშტაბური. ბოლოს და ბოლოს არსებობს არჩევნებით გასტუმრების მშვიდობიანი გეგმები და ზოგადად ეს აურაცხელი რაოდენობის 4 და 6 პუნქტიანი გეგმები. ხო, საერთოდ ეს გეგმები საერთოდ ანადგურებს ბიძინა ივანიშვილის და ქართულ ოცნებას. რა საჭირო იყო ეს 4 ოქტომბრის ამ სიგიჟის მოწყობა მე არ მესმის. სხვათა შორის თვითფასო მეგობრებო კვლევებში ქართულ ოცნებას რომ დაბალი რეიტინგი აქვს, მე ეგეც მაკმაყოფილებს მაგალითად. მაგითაც ძალიან წყნარდები მშვიდად ვარ უყურებ რომ კვლევაში გადავტრიალები დავიძინებ, იმიტომ შვიდად მამშვიდებს ეს კვლევებიც რომ დაბალი აქვს ქართულ ოცნებას. მეც ვფიქრობ რომ 4 ოქტომბრის გეგმა იყოს შეცდომა და პერმანენტული აქციებით ეს თავრობა რომ უნდა დავღალოთ და თავისით რომ უნდა ჩამოიშლებიან, აი ეგ გეგმა არის სწორი. მე ესე ვფიქრობ. მე 14 წელია ქართული ოცნება უკვე სისტემატიურად გადაღლის რეჟიმში და 1-14 წელის და მათ ჩამოშლამდე მე მგონი ახლა აღარაფერი იქნება დარჩენილი. თავარია ეს გეგმა მომავალ თაობებს სწორად მივაწოდოთ. სწორად. 14 წლის მერე ვინც უნდა გამოვიდეს აქციაზე, იმათ რომ იცოდნენ რას ვაპირებთ. იმათმა უნდა იცოდნენ ამ ახალმა თაობამ, ახალმა დაბადებულმა თოთო ბავშვებმა 14 წლის მერე რას ვაპირებთ. აი ასეთი წინდა ხედულები რომ ვართ, ამიტომაც ვერ მოგვერევიან. ეს იყო ჩემი მონოლოგი, იმედი მაქვს 14 წლის შემდეგ მაინც გააფორმებს ჩემს შოუს ბენდი თამურა ლეგვიშვილის ხელმძღვანელობით. დიდი მადლობა. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. პინექსი 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს.